ახლა ამ ეპიზოდში მე არ ვისაუბრებ როგორც მსაჯული, როგორც ჭკუის დამრიგებელი, ან პროფესიონალი. ყველაფერი, ყველა სიტყვა იქნება აწონილი და ექვემდებარება შესწავლი და გააზრებულ ნეირომეცნიეროლოგიურ მიდგომას, რომელიც 10 წლეულების ინტენსიური დაკვირვებისა და შრომის შედეგია. კოდის ეს ეპიზოდი ეძღვნება ჩვენი ნერვული სისტემისა და ქვეცნობიერების დამუშავების მეთოდოლოგიას, რათა ვეცადოთ უფრო ჯანსაღი ფსიქიკა და გაწონასწორებული ემოციები გქონდეს. შფოთვები ხშირად გაწუხებს და ამაზე ვინმეს თუ ესაუბრები. ფაქტია, რომ ხშირად დაიგნორებას ან მისგან გაქცევას ვცდილობთ. ეს კი ყველაზე ცუდი რამ არის, რაც ამ დროს შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. მართალია, თერაპევტებისა და ექიმების პერსპექტივიდან ვერ გესაუბრებით, მაგრამ ამ გამოცდილების მქონე ადამიანები ერთ რაიმეზე თანხმდებიან. როცა საქმე შფოთვას ეხება, საუკეთესო და ყველაზე სწრაფი გზა შვების საპოვნელად მასზე საუბარია. თუნდაც ეს მეგობარი, პარტნიორი ან თერაპევტი იყოს. დიახ, ყველაფერი ამდენად მარტივია და თუ ასია. რატომ არ საუბრობს ადამიანთა უმეტესობა შფოთვაზე? ხშირად ჩვენ თვითონ იმდენად გამსჯით თავს შფოთვის გამო, რომ ეს ხელს გვიშლის გამოცდილების სხვა ადამიანებთან გაზიარებაში. თავადვე გვგონია, რომ სულელურად ან სასაცილოდ ჟღერს. ამიტომაც გვეშინია მათაც ასე არ იფიქრონ. ეს კი შედეგად უფრო მეტ შფოთვას გვაძლევს. ამგვარად, შემდეგ ჯერზე სჯობს თავს შეახსენოთ, რომ შფოთვარე აზრების ქონა სისუსტის ნიშანი სულაც არ არის. ესაუბრეთ ამაზე თქვენ სანდო მეგობარს და მალე მიხვდებით, რომ უსაფრთხოდ ხართ. სხვებს უყვარხართ და ამის გამო არავინ განგსჯით. უარყოფა. ჩვენი განსჯები კი აუარესებს შფოთვას, მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვა სულ უფრო ამწვავებს სიტუაციას. ხშირად ვცდილობთ თავი ავარიდოთ, მაგრამ რეალურად არსად მიდის. პირიქით, ძლიერდება. ასე, ვერც ემოციებს გადმოვცემთ, რაც ბედნიერების შეგრძნების უნარს გვიქვეითებს. აქ კი გამოსავალი საუბარშია. იზოლირება. შფოთვაზე ლაპარაკი ხშირად ისე არ გვინდა, რომ სხვებისგან დისტანცირებას ვამჯობინებთ. რეალურად კი, თუ გამბედაობას მოიკრებთ და ამაზე საუბარს წამოიწყებთ, მალევე იპოვით ადამიანს, რომელსაც თქვენი მსგავსი ისტორია ექნება. სიმართლე ის არის, რომ შფოთვას თქვენი ყურადღება სჭირდება. სურს მიგანიშნოთ, რომ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ და ბარიერებიც დააწესოთ. რას მოგვიტან შფოთვაზე საუბარი? წეგან ჩამოთვლილი მიზეზების გააზრება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ახლა კი უფრო კარგად რომ მივხვდეთ მის სარგებელს. გეტყვი, რას მოგიტანს შენს შფოთვაზე სხვებთან საუბარი? პირველ რიგში გათავისუფლდები ფიზიკური ან სომატური სიმპტომებისგან. დაგიბრუნდება ასე საჭირო კონცენტრაციის უნარი. აღიდგება შემოქმედებითი ხედვა და გაგიახლება სიცოცხლის სურვილი. უფრო კონკრეტულად. ფიზიკური სიმპტომებისგან გათავისუფლება. შფოთვა არის განცდა, რომელიც გეუფლება, როცა რაღაცაზე ღელავ ან გეშინია. ეს არის შიშის ან პანიკის ბუნებრივი ადამიანური შეგრძნება. შფოთვის გადავლის შემდეგ ჩვენ როგორც წესი მშვიდდებით და თავს უკეთ ვგრძნობთ. მცირე დოზით ნერვიულობა და შიში გვეხმარება უსაფრთხოების შენარჩუნებაში და გვიცავს რისკებისგან. მაგრამ ზოგჯერ შფოთვამ შეიძლება დაგვაჯეროს, რომ ყველაფერი იმაზე უარესადაა, ვიდრე რეალურად და შეიძლება ამ გრძნობამ სრულად მოგვიცვას. მუდმივმა ნერვიულობამ შეიძლება გახანგრძლივებული შფოთვა გამოიწვიოს. შფოთვის ზუსტი მიზეზების დადგენა ყოველთვის ადვილი არ არის. სტრესულ სიტუაციებში ჩვენს ტვინში განგაშის ზარი რეკავს. გვაცნობებს, რომ რაღაც არ არის კარგად და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად გვამზადებს. რთული სიტუაციიდან თავის დაღწევაში დასახმარებლად ჩვენი ტვინი გვაფხიზლებს, წყვეტს ფიქრს სხვა საკითხებზე და მეტ სისხლს გადაესვრის ფეხებისკენ,
რათა გაქცევისთვის მოგვამზადოს. შფოთვის სიმპტომები ზოგჯერ საკმაოდ კომპლექსურია და შესაძლოა გამოვლინდეს სტრესული მოვლენებიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგაც. შფოთვისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომებია: ფიზიკური, უჰაერობის შეგრძნება, თავის ტკივილი ან გონების დაკარგვის შეგრძნება. აჩქარებული გული, ზოგჯერ მაღალი წნევის თანხლებით. მოუსმენრობა, კანკალი და სისუსტის შეგრძნება ფეხებში. სისუსტის შეგრძნება კუჭში, შეტევითი ტკივილი, დიარეა ან ტუალეტში გასვლის ხშირი მოთხოვნილება. ძილის პრობლემები ან მადის დაქვეითება. პირის სიმშრალე, ჭარბი ოფლიანობა ან სიცხის შეგრძნება. ემოციური და ფსიქიკური. ფოკუსირების პრობლემა, კონცენტრაციის ნაკლებობა. პანიკის, ნერვიულობის ან გაღიზიანების შეგრძნება. გადატვირთულობის ან ძლიერი შიშის გრძნობა. კონტროლის დაკარგვის შეგრძნება, დაღლილობა და სიბრაზე, სიკვდილის შიში. შფოთვას ყველა განსხვავებულად განიცდის. ის, რომ კონკრეტულ სიტუაციაში სხვებზე მეტად ან ნაკლებად ვღელავთ, სრულიად ბუნებრივია. შფოთვა სხეულის დაძაბულობას იწვევს, თუმცა რა დროსაც ამ პროცესის გაცნობიერებას დაიწყებთ და სუნთქვაზე კონცენტრირდებით, ყველა ფიზიკური სიმპტომი მოგეხსნებათ. კონცენტრირების უნარის დაბრუნება. გამუდმებით იმდენ ინფორმაციას ვიღებთ, რომ ჩვენი ტვინი მის გადამუშავებასაც ვერ ასწრებს. ამიტომ სამყაროს არსებული შაბლონებით ვავსებთ. ის, რასაც ვხედავთ, ჩვენივე მოლოდინებია. კონცენტრაცია ეხება გონებრივ ძალისხმევას, რომელსაც თქვენ მიმართავთ იმისკენ, რაზეც მუშაობთ ან სწავლობთ ამ მომენტში. როგორც ყურადღების დიაპაზონი, ასევე კონცენტრაცია შეიძლება განსხვავდებოდეს მრავალი მიზეზის გამო. ზოგს უბრალოდ უჭირს ყურადღების გაფანტვის გამოსწორება. ასაკმა და ძილის ნაკლებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კონცენტრაციაზე. კონცენტრირების უნარის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და გაღიზიანება, რაც უფრო შორეულ ოცნებად აქცევს ყურადღების გამახვილებას იმაზე, რისი გაკეთებაც გჭირდებათ. კარგად განვითარებული ყურადღება თან ახლავს ყველა ფსიქიკურ პროცესს, აღქმას, აზროვნებას, მეხსიერებას, მეტყველებას. როდესაც პირველადი სიმპტომებისგან გავთავისუფლდებით, ყველაფერი კარგ მაჩვენებლებს დაუბრუნდება. ამ დროს თავში მრავალი ფიქრი გვიტრიალებს, ხოლო რაც უფრო ვაიგნორებთ, მით უფრო ინტენსიური ხდება. ამაზე საუბარი კი სიტუაციას დადებითად ცვლის. აზრებიც ლაგდება და კონცენტრირებაც მარტივად შესაძლებელი ხდება. შემოქმედებითი ხედვის დაბრუნება. შფოთვისას მუდმივი ბრძოლისა და გადარჩენის რეჟიმში ვექცევით, რითაც ჩვენი შემოქმედებითი აზროვნების უნარს ვზღუდავთ. ამაზე საუბრის დაწყება კი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გვაბრუნებს და ჩვენს შემოქმედებით ხედვასაც აღვიძებს. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თავად გაქვთ უნარი დაებრუნოთ კონტროლი საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე. შფოთვისას კი ერთადერთი რაც გჭირდებათ, მასზე საუბარია. ხშირად რთულია სამუშაო სივრცეში არსებული სტრესისა და შფოთვის თავიდან არიდება. შესაძლოა დედლაინებს ვერ უმკლავდებოდე, ინტერესთა კონფლიქტი გაჩნდეს ან თუნდაც უკმაყოფილო მომხმარებელი. ეს ყველაფერი სამსახურის განუყოფელი ნაწილი კია, მაგრამ ამასთან ჩვენთვის სტრესის წყაროს წარმოადგენს. ჩვენ სხეულზეც უარყოფითად აისახება. დილით გაღვიძების დროსაც კი წინა დღის მოვლენები რომ გვიფუჭებს განწყობას. აი ეს უკვე დღის არასწორი დასაწყისია. იცი, რომ გაღვიძებისთანავე სტრესის ჰორმონების გამოყოფას ვიწყებთ. ხო და ნეირომეცნიერები სტრესის შემსუბუქების 2 წუთიან ვარჯიშს გვაცნობენ. ახალი კვლევის თანახმად ეს იმიტომ ხდება, რომ წინასწარ ფიქრი თუ როგორი დღე გვექნება, ჩვენში საპასუხო ბრძოლისა და დანებების ინსტინქტს ააქტიურებს, რაც სისხლში კორტიზოლის გამოყოფას იწვევს.
ამ დილის სტრესთან გამკლავება კი მეცნიერებს შემდეგნაირად წარმოუდგენიათ. როცა გაიღვიძებთ 2-3 წუთი ლოგინზე დაჯექით და თქვენს სუნთქვას დააგვირდით. ხოლო როცა არასასიამოვნო ფიქრები წამოვა, გაუშვით და თქვენს სუნთქვაზე ფოკუსირდით. შესაძლოა გონება מחვილობის, ანუ mindfulness-ის სახელით ცნობილ ფსიქოლოგიურ ტექნიკაზე, მედიტაციის ერთ-ერთ ტიპზე უკვე ბევრი რამ გაგიგიათ, მაგრამ მოდით უფრო პრაქტიკული რჩევები განვიხილოთ. იმის ნაცვლად, რომ გონებას აჩქარების საშუალება მისცეთ, ექსპერტები გირჩევენ ნელა და ღრმად ისუნთქოთ ისე, რომ ფილტვებში ჰაერის ნაკადი იგრძნოთ. დააგვირდეთ თქვენს ირგვლივ არსებულ ხედებსა და ხმებს. მაგალითად, როგორ ჭიკჭიკებენ ჩიტები, ან როგორ იცვლის ცა ფერს დღის მანძილზე. გააცნობიერეთ იმედგაცრუებისა და სიბრაზის შეგრძნებებიც, რომლებიც წინა დღემ დაგიტოვათ, ოღონდ განსჯის გარეშე. შემდგომ კი თქვენი ყურადღება კვლავ სუნთქვისა და გარემოსკენ მიმართეთ. ასე, დილის სტრესსაც შეამსუბუქებთ და თუნ დღესაც მარტივად გაუმკლავდებით. ამ სფეროს მკვლევრების თანახმად, ეს ტექნიკა ორ მნიშვნელოვან უნარს ავითარებს: ფოკუსირებისა და გაცნობიერების. პირველი კონკრეტულ მომენტებზე კონცენტრირებაში გვეხმარება, მეორე კი არასასურველი საკითხების ამოცნობასა და მათგან გათავისუფლებაში. ხოლო ეს ორი ერთად კაფეო გონებას გვიყალიბებს. მრავალ ამოცანაზე ფოკუსირების, შეტყობინებებზე ან ჭორიკანან კოლეგებზე ფიქრის ნაცვლად საკუთარ საქმეზე კონცენტრირდები. გონება מחვილობის ტექნიკა მეტად პროდუქტიულს გაგხდით. შეცდომებსაც აგარიდებთ თავიდან და შემოქმედებითი ხედვითაც დაგაჯილდოებთ. და რა უნდა გავაკეთოთ გონება מחვილობის შენარჩუნებისთვის? დანერგეთ ეს ტექნიკა შეტყობინებების შემოწმებისას. ბევრი ჩვენგანია ელექტრონულ პოსტებზე მიჯაჭვული, რაც ფოკუსირების ფასად გვიჯდება. ამის ნაცვლად კი უმჯობესი იქნება, თუ პრიორიტეტს იმას მიანიჭებთ, რაც მნიშვნელოვანია და თავს აარიდებთ დილის დაწყებას პოსტებით. ასე მეტად შეინარჩუნებთ ფოკუსს და შემოქმედებითად ფიქრსაც მოახერხებთ. დანერგე ეს ტექნიკა, რათა უფრო ეფექტურ შეხვედრებს წარუძღვე. შეხვედრამდე 2 წუთი გონება מחვილობის ტექნიკას დაუთმე. თან სიარულის დროსაც შეგიძლია ამის კეთება. შეხვედრაც 2 წუთიანი სიჩუმით დაიწყეთ, რათა ყველა მოვიდეს ფიზიკურად და ამ დროში მენტალურადაც შესაბამისად განეწყონ. ამასთან ეცადეთ 5 წუთით ადრე დაასრულოთ შეკრება, რათა მონაწილეებს სხვა შეხვედრასა თუ საქმეებზე გონების გადართვის საშუალება მისცეთ. დანერგეთ ეს ტექნიკა დღის მეორე ნახევარში. უნდა ითქვას, რომ შუა დღისთვის უმეტესობას ენერგია აღარ გვაქვს და კონცენტრირებაც გვიჭირს. ცუდი გადაწყვეტილებების თავიდან არიდების მიზნით კი ექსპერტები შუადღის შემდეგ ყოველ მომდევნო საათზე წამზომის დაყენებას გვირჩევენ, რათა 1 წუთი სუნთქვაზე კონცენტრირებას, ხელახლა ფოკუსირებას დავუთმოთ და ასე თავის დავაღწიოთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. დანერგეთ ეს ტექნიკა დღის ბოლოს. დღის ბოლოსაც ეცადეთ 5 ან 10 წუთი ყურადღების განფათავ საკითხებს თავი აარიდოთ და კვლავ სუნთქვაზე ფოკუსირდეთ. შეგიძლიათ ამ მიზნით თუნდაც კარდიო ვარჯიშები გააკეთოთ. ეს სტრესისგან გაგათავისუფლებთ და ოჯახის წევრებთან დროის სასიამოვნოდ გატარებაშიც დაგეხმარებათ. ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი იმედგაცრუებებისგან შედგება. ამას კი მოლოდინების შექმნა იწვევს. ამ მოლოდინებს ხშირ შემთხვევაში გამძაფრებით ჩვენ თავადვე ვიქმნით. ანუ ეგრეთ წოდებულ ოცნების კოშკებს თავადვე ვიშენებთ. სიმყარის არ ქონის გამო კი მათი უეცარი ჩამოშლა ჩვენს ემოციურ ჩამონგრევას იწვევს. განსაკუთრებით სამსახურში ხშირად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დავგეგმეთ. მათ შორის შესაძლოა უნებლიე ან უხერხული შეცდომა დავუშვათ. გაუგებრობა გქონდეს კოლეგასთან, ან ვერ მივიღოთ დამსახურებული დაწინაურება, რასაც იმედგაცრუებები მოსდევს ხოლმე. შემდეგ ჯერზე, როცა რაღაც ისე არ გამოვა, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა, გავითვალისწინოთ აქ მოცემული რამდენიმე რჩევა. თუ როგორ უნდა ავირიდოთ იმედგაცრუებები, ან უბრალოდ გავაგრძელოთ წინსვლა. გიზიარებთ ფსიქოლოგებისა და ნეირომეცნიერების მიერ შემუშავებულ და პრაქტიკაში აპრობირებულ 4 გზას.
რომელიც დიდი ალბათობით იმედგაცრუებასთან გამკლავებაში უნდა დაგეხმაროთ. საკუთარ თავს მიეცით ნება, რომ ემოციები გამოხატოთ. ზოგჯერ შესაძლოა დაგეგმილი შვებულება გაგიუქმდეს, რომელიც ოჯახთან ერთად მოგზაურობაში უნდა გაგეტარებინა. ეს რა თქმა უნდა ცუდად იმოქმედებს შენს განწყობაზე. მართალია, ეს არ არის ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ შენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არ დადეგებს. როცა იმედგაცრუებასთან გვაქვს საქმე, ადამიანები ხშირად ცდილობენ მომხდარი მოვლენის ნათელი მხარე დაგანახონ, რათა ოდნავი შვება იგრძნოთ. მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. პირიქით, ცუდ სამსახურსაც გიწევთ ხოლმე. საჭიროა ბოლომდე დაიცალოთ ემოციებისგან და იმედგაცრუებით გამოწვეული ბრაზი ჩახშობის ნაცვლად მაქსიმალურად გამოავლინოთ. იპოვეთ ადამიანი, რომელთანაც თქვენი გრძნობების გამოხატვა შეგეძლებათ და რომელიც არ დაგამშვიდებთ იმის მტკიცებით, თუ რა დადებითი შედეგები მოხვება შეცვლილ გეგმებს. ამიტომაც ირჩევენ ხოლმე ფსიქოლოგებს, ანუ უცნობ ადამიანებს. გაანალიზეთ იმედგაცრუების მიზეზები. შესაძლოა საშინლად იგრძნო თავი იმის გამო, რომ ვერ მიიღე დაწინაურება, რომლისთვისაც შენი კვალიფიკაცია სრულებით საკმარისი იყო. ასეთ შემთხვევაში ადვილია იფიქრო, რომ ჩიხში ხარ, ან უფროსი სათანადოდ არ გაფასებს და ასე შემდეგ. მაგრამ ასეთ ფიქრებს ჯობს ფაქტების გაანალიზება მოახდინო. ხშირად ზედმეტ ყურადღებას ვანიჭებთ შემთხვევებს და ვზრდით მათ მნიშვნელობას ჩვენს გონებაში. ამიტომაც მკვლევრები გვირჩევენ ჩამოვწეროთ ყველაფერი, რაც ჩვენს ფიქრებში ხდება და შევადაროთ ისინი სინამდვილეს. გავაანალიზოთ კონკრეტულად რა გვითხრეს, როგორ მოგვექცნენ და თავი მოვუყაროთ მხოლოდ ფაქტებს. მომავლის პროგნოზები და ის პესიმისტური ისტორიები, რომლებსაც საკუთარ თავს ვუყვებით მომხდარის შესახებ, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია. სიტუაციების უმეტესობა ხანდახან არც კარგია და არც ცუდი. სამსახურში თქვენი პროექტი შეიძლება არ დამტკიცდეს, მაგრამ ამის შედეგად შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი აღმასრულებელი გუნდისთვის, რაც შემდგომში გამოგადგებათ. ანუ, გააჩნიათ თქვენ როგორ დაინახავთ და მიიღებთ პროცესს, მოვლენას. გადახედეთ თქვენს აზროვნებას. იმედგაცრუება არის პასუხი იმაზე ნაკლების მიღებაზე, ვიდრე ელოდით, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ცხოვრობთ. თუ სამსახურში შეცდომას უშვებ, ეს ნიშნავს, რომ ცდილობ. იმედგაცრუებები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რას ვიზამ? ზოგჯერ შეეცადეთ საკუთარ თავს უთხრათ, რომ სამწუხარო შედეგი გარდაუვალი იყო. ცხოვრება ხომ თეთრი და შავი ფერების კომბინაციაა, დიდ საჭადრაკო დაფაზე. ამას რაც უფრო გაანალიზებთ, მით მეტად გაგიმარტივდებათ სიტუაციის აღქმა და შეგუება. ეცადე, მოვლენებს შეხედო გვერდიდან, როგორც დამკვირვებლის და არა როგორც მონაწილის თვალით. ამ სტრატეგიას შეუძლია შეამსუბუქოს გაურკვევლობის შეგრძნების დამატებითი წნეხი. ნუ მისცემთ უფლებას იმედგაცრუებას, რომ ხელი შეგიშალოთ თქვენი მიზნების მიღწევაში. როდესაც შენ ცდილობ და მარცხდები, შესაძლოა ამან დანებება გაიწვიოს. გაბრაზება, სევდა, დანაშაულის გრძნობა, უხერხულობა და იმედგაცრუება დანებების საწინდარია ხოლმე. მაგრამ ერთ ადგილზე გაჩერება და გეგმების სრულიად დავიწყება კიდევ უფრო დიდ დეპრესიაში ჩაგაგდებს. ცხოვრება მოულოდნელი მოვლენებითაა სავსე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ცხოვრებისეული პრიორიტეტები შეიცვალოს. შესაბამისად, ყველა წინა მიზნის მნიშვნელობა ან ტრანსფორმირდება, ან საერთოდ ნულდება. ამ შემთხვევაში შეიძლება უარი თქვათ მათზე და ახალი მიზნები დაისახოთ. შესაძლოა საზოგადოებამ ვერ გაგიგოთ, ჩათვალოს, რომ არასერიოზულია დღეს ერთი სურვილი, ხვალ კი სხვა რამისა. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას ფიქრობს? ვექტორის ცვლილება სისულელე მაშინაა, როდესაც ადამიანი ირაციონალურად მოქმედებს, არ პროგნოზირებს შედეგებს, ვერ აღიქვამს საფრთხეებს სათანადოდ, არ არის მზად მათთან შესაჯახებლად და მომხდარზე პასუხისმგებლობის ასაღებად. მაგრამ თუ ცვლილებებზე ფხიზელი გონებით მიდის, ეს მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევს. სიახლისთვის მზადყოფნა ძლიერი ადამიანის გამოწვევაა, ხოლო სუსტებს სიახლის ეშინიათ.
მოტივაცია აუცილებელია ნებისმიერი მიზნის მისაღწევად. თუ ბრძოლას აგრძელებთ, მაგრამ წარმატების აღარ გჯერათ, ესე იგი გულის სიღრმეში უკვე დანებდით. ასე რომ მკვდარი ცხენისთვის დეზის ყვრას აზრი აღარ აქვს. ჯობს უბრალოდ ჩამოხვდეთ ცხენიდან. ნებისმიერი მიზნის მიღწევა საკმაოდ რთული პროცესია. ამ გზაზე ხშირია დაბრკოლებები და ასევე ხშირია ცდუნება იმისა, რომ ყველაფერი მიატოვოთ. ამიტომ ერთი დაკვირით ნუ გადაჭრით. კარგად დაფიქრდით, ყველაფერი აწონ-დაწონეთ. დეტალურად გაიაზრეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები და მხოლოდ ამის შემდეგ თქვით უარი ან განაგრძეთ ბრძოლა. თუმცა უსასრულოდაც ნუიფიქრებთ. დაბრკოლებები და სირთულეები გარდაუვალია როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. ის თუ როგორ აღიქვამ და პასუხს ცემ გამოწვევებს, განსაზღვრავს შენს კეთილდღეობასა და წარმატებას. ამის მიღწევას კი დიდი ემოციური ინტელექტი სჭირდება. ემოციური ინტელექტის ამაღლება შესაძლებელია. ამისთვის უნდა გამოვიმუშაოთ პოზიტიური რეფრემინგი. ეს არის მარტივი EQ ტექნიკა, რომელიც გულისხმობს სიტუაციის შესახებ ჩვენი აზროვნების შეცვლას, დადებით ასპექტებზე ფოკუსირებასა და ნეგატიურ ფიქრებთან გამკლავებას. იმის ნაცვლად, რომ გამოწვევა ჩავარდნად მივიჩნიოთ, უნდა მივმართოთ პოზიტიური რეფრემინგის მეთოდს, როგორც ზრდისა და სწავლის შესაძლებლობას. პერსპექტივის ეს ცვლილება დაგვეხმარება სტრესის შესამცირებლად, გამძლეობის გასაზრდელად და ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჟურნალ Emotion-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომლებიც სიტუაციისა და მოვლენის ახალ, განსხვავებულ ინტერპრეტაციას აკეთებენ, შესამჩნევად ამცირებენ შიშის გრძნობას. ეს იმაზე მიუთითებს, რომ პერსპექტივის შეცვლამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს შიშთან დაკავშირებული ემოციების მართვასა და შემსუბუქებაზე. რეფრემირება ზრდის ტკივილთან გამკლავების ძალას და ამცირებს მის ინტენსივობას. 2012 წლის კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა Journal of Clinical Psychology-ში, აჩვენა, რომ რეფრემინგი მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესსა და შფოთვის შემთხვევებს. პოზიტიური რეფრემინგის მრავალი სარგებელი არსებობს. პრობლემის გადაჭრა. პოზიტიურ ხედვას შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი პრობლემების გადაჭრის უნარები. პრობლემების შესაძლებლობებად განხილვით, ხვდებით უფრო კრეატიულები გადაწყვეტილებების პოვნის თვალსაზრისით. ურთიერთობების გაუმჯობესება. პოზიტიურმა ხედვამ შესაძლოა გააუმჯობესოს ჩვენი ურთიერთობა სხვებთან. პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნებით ჩვენ ხვდებით უფრო ემპათიურები და ვავითარებთ ძლიერ კავშირებს. და გამძლეობის ზრდა. როდესაც გამოწვევებს პოზიტიურად ვუყურებთ, ჩვენ უფრო გამძლეები ვხვდებით. ვსწავლობთ უფრო ეფექტურ ადაპტირებას და წარუმატებლობისგან თავის დაღწევას. პირველ რიგში, ყურადღება მიაქცია შენს ნეგატიურ აზრებს და დაფიქრდი, რა იწვევს მათ. საკუთარ თავს კითხეთ, ისინი ფაქტებს ეფუძნება თუ უბრალოდ ვარაუდებს და შეეცადე იფიქრო სიტუაციის სხვა შესაძლო ახსნაზე. და ბოლოს, ხშირი ურთიერთობა დაამყარე პოზიტიურ ადამიანებთან. მათ შეუძლიათ გაგამხნევონ და დაგეხმარონ, რომ სხვა პერსპექტივიდან შეხედოთ სიტუაციას. ამის გათვალისწინებით მოვიყვანოთ 3 პრაქტიკული შემთხვევა, როდესაც პოზიტიური რეფრემინგის გამოყენება გმართებს. გამოწვევები სამსახურში. თუ სამსახურში რთული პროექტი ჩაგაბარეს, იმის ნაცვლად რომ იფიქროთ, ეს ძალიან რთულია და ვერ გავუმკლავდები. მიდგომა შეცვალეთ შემდეგნაირად. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა. განვავითარო ჩემი უნარები და დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები. პირველ რიგში დავუმტკიცო საკუთარ თავს და საკუთარ თავს გავეჯიბრო. პიროვნული წარუმატებლობა. თუ თქვენ ვერ მიაღწევთ მიზანს, იმის ნაცვლად რომ თქვათ ჩავფლავდი, შეეცადეთ იფიქროთ ამ გამოცდილებამ მასწავლა ღირებული გაკვეთილები, რომლებიც მომავალში დამეხმარება წარმატების მისაღწევად. ინტერპერსონალური კონფლიქტები. თუ კონფლიქტი გაქვთ კოლეგასთან ან საყვარელ ადამიანთან, იმის ნაცვლად რომ ყურადღება გაამახვილოთ უთანხმოებაზე, იფიქრე იმაზე, თუ როგორ შეუძლია ამას თქვენი კომუნიკაციის უნარები გააუმჯობესოს
და გააღრმავოს ერთმანეთის გაგება. პოზიტიური რეფრემინგი არის ემოციური ინტელექტის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია გარდაქმნას აღქმები და დაგვეხმაროს გამოწვევების დაძლებაში. პერსპექტივის შეცვლით და სიტუაციის დადებით ასპექტებზე ფოკუსირებით, შეგვიძლია შევამციროთ სტრესი, გამზარდოთ გამძლეობა და გავაუმჯობესოთ ჩვენი კეთილდღეობა. ის ჩვენი აზროვნების პროცესის ბუნებრივი ნაწილი უნდა გახდეს. რადგანაც ემოციური ინტელექტზე გადავედი, მაგრამ იმაზეც ვისაუბრებ, თუ რა არის უფრო კონკრეტულად ის და როგორ გავიუმჯობესოთ. ემოციების მართვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გიფხრობს სტრესი, შიში ან იმედგაცრუება. ამიტომაც მაღალი ემოციური ინტელექტი აუცილებელი ფაქტორია წარმატების მისაღწევად. Talent Smart EQ-ს კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ბევრად მნიშვნელოვან პროექტებს ასრულებენ და მათი ანაზღაურებაც ძალიან მაღალია. ასევე მათ უკეთესი პროფესიული და პირადი ურთიერთობები აქვთ. უფრო კონკრეტულად, რაც უფრო კარგად შეძლებთ თქვენი ემოციების კონტროლსა და გარშემომყოფი ადამიანების ემოციების გაანალიზებას, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ პრობლემის გადასაჭრელად ან გამოწვევასთან გასამკლავებლად. ამისთვის კვლევის ავტორები 3 გზას გვთავაზობენ. შეცვალეთ მიდგომა. სტენფორდის ფსიქოლოგის კეროლ დუეკის კვლევის თანახმად, ადამიანების უმეტესობას ორი გონებრივი პერსპექტივიდან ერთ-ერთი აქვს. ფიქსირებული აზროვნების მქონე ადამიანებს სჯერათ, რომ ინტელექტი უნარები და ნიჭი მოცემულობაა, რომელიც დაბადებისთანავე გვერგო და უბრალოდ გვაქვს. ზრდადი აზროვნების მქონე ადამიანებს სჯერათ, რომ ძალისხმევის შედეგად შესაძლებელია ინტელექტის უნარებისა და ნიჭის გაუმჯობესება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ის მონაცემები, რომელთა მიღწევაზეც ვმუშაობთ. აღსანიშნავია, რომ იგივე ეხება ემოციებსაც. ლიზა ფელდმან ბარეტი ნაშრომში როგორ იქმნება ემოციები, ტვინის საიდუმლო ცხოვრება წერს. ბოლო 2 წლეულის განმავლობაში ჩატარდა 4 მნიშვნელოვანი მეტაანალიზი, რომელთაგან ყველაზე დიდი მოიცავდა 220-ზე მეტ ფიზიოლოგიურ კვლევასა და თითქმის 22,000 ცდის პირს. ამ 4 მეტაანალიზიდან ვერც ერთმა დაამტკიცა თანდაყოლილი, სპეციფიკური ემოციების არსებობა. მოკლედ, საჭიროა ადრეულ ასაკშივე ისწავლოთ, როგორ გადაამუშაოთ ის, რასაც თქვენი სხეული გრძნობს გარშემოყოფებისგან, იმ კულტურისგან და მიკროკულტურისგან, რომელშიც გაიზარდეთ. შეძელით ემოციების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიკაცია. აუცილებლად უნდა აღმოაჩინო კონკრეტულად რა გაწუხებს. როდესაც სტრესს გრძნობ, შესაძლოა ეს იყოს პრობლემა სამსახურში, ან არასასიამოვნო საუბარი ოჯახის წევრთან, ან შემოსავლების მუდმივი ნაკლებობა და ასე შემდეგ. ნეირომეცნიერები გვთავაზობენ, რომ ჩვენი ემოციები დავმარცვლოთ და სტრესის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიკაცია მოვახდინოთ. სუბიექტები, რომლებიც არ მარცვლავდნენ ემოციებს, ნაკლებად იყვნენ გამოცდილი მათ დიფერენცირებაში. მაგალითად, გაბრაზებული, შეშფოთებული, იმედგაცრუებული. როდესაც ორი ჯგუფის მონაცემები შეადარეს, ისინი, ვინც სტრესის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიკაციას ახდენდნენ, უფრო მეტად პოზიტიურ მნიშვნელობას პოულობდნენ ნეგატიურ გამოცდილებაში და უკეთესადაც აკონტროლებდნენ ემოციებს. წერს დოქტორი მარკ ბრაკეტი. გაანალიზეთ ემოციები. ამერიკელების დაახლოებით 75% ამბობს, რომ რეგულარულად განიცდის სტრესით გამოწვეულ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ჯენზის გაცილებით ნაკლებად შეუძლია სტრესი მართოს და გაუმკლავდეს მას. შიშის, მოწიწების და ყოყმანის გრძნობა ხელს უშლით თავიანთი სრული პოტენციალის გამოსავლენად. ბევრი ადამიანი ზეწოლას მისთვის სასიკეთოდ იყენებს. ზოგისთვის კი ეს ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობაა, რაც საბოლოოდ უარყოფით შედეგებს იწვევს ხოლმე. მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევ თუ უფრო მეტის გაკეთებას არ ცდილობ. თუ გრძნობთ სტრესს, ეს ნიშნავს, რომ ფსონები მაღალია. თუ გრძნობთ შფოთვას, ეს ნიშნავს, არსებობს ნიშანი, რომ თქვენ უნდა გაუმკლავდეთ პრობლემას. მისი გადაწყვეტა აღმოფხვის თქვენს შფოთვას
და გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას. გახსოვდეთ, ემოციებს ყოველთვის ვერ მოვთოკავთ, მაგრამ შეგიძლიათ აკონტროლოთ. მენტალური ჯანმრთელობა თავის თავში მოიცავს ჩვენს ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კარგად ყოფნას. გავლენას ახდენს იმაზე, რას ვფიქრობთ, რას ვგრძნობთ და როგორ ვმოქმედებთ. ვეხმარება სტრესთან გამკლავებაში, ჯანსაღი არჩევანის გაკეთებაში. მენტალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა ეტაპზე, ბავშვობიდან და მოზარდობიდან ზრდასრულობამდე. თუ მენტალურად, ანუ ფსიქოლოგიურად არ ვიქნებით ჯანმრთელი, ნერვული აშლილობა გადმოვა ფიზიკურ პრობლემებზე. ანუ თუ ნერვული სისტემა არ გვაქვს ჯანსაღი, ვერ გვექნება ჯანმრთელი სხეული ფიზიკურადაც. ამიტომაც ფსიქიატრთან ვიზიტი აუცილებელია. ჯერ ფსიქიატრთან, არა ფსიქოლოგთან, ან მით უმეტეს ნევროლოგთან, რადგან ფსიქიატრი განსაზღვრავს თქვენ რა უფრო გჭირდებათ. თუ ფსიქოლოგიური თერაპია, მაშინ ფსიქოლოგს ჩართავს მკურნალობაში. თუ მედიკამენტური პრეპარატს გამოგიწერთ, ან ჩართავს ორივე კომპონენტს. ადამიანის შინაგანი სამყარო, სულიერება, მენტალურობა და ზოგადად ქვეცნობიერი, ნევროპათოლოგის საქმე არაა. პირდაპირ მიდით ფსიქიატრთან და ამაში დასაძრახი არაფერია. ნერვების ისეთივე მთავარი რამ არის, როგორც გული. და თუ კარდიოლოგთან თამამად მიდიხართ, ასეთივე სითამამით მიდით ფსიქიატრთან. არსებობს ალტერნატიული მედიცინაც, უпроსტად ცხოვრების სტილი, მედიტაციები, იოგის ვარჯიშები, სუნთქვითი, იგივე ჰოლოტროპული სეანსები და ასე შემდეგ. დღეს ბევრი იბრალებს ამ საკითხში გარკვეულობას. კარგი სპეციალისტის პოვნის შემთხვევაში ეს გზაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოკლედ, თქვენი ცხოვრება პირდაპირ დამოკიდებულია თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. გაიუმჯობესეთ ის და დადგმით იმ ერთი ცხოვრებით, რომელიც საბედნიეროდ გვაქვს. წარმატებებს გისურვებთ და თოვ გამოიწერო არხი.